მალხას გამოვაქვს ასენა სტუმარი და მასპინძელი მოგესალმებით ჩემო მონატრებულო ტელემაყურებლებო საღამო მშვიდობისა ჩემო კარგებო კეთილებო უტკბილესო ჩემო ტელემაყურებელო ძალიან მომენატრეთ მართლაც ძალიან აბა მითხარით როგორ გაატარეთ ზაფხულის ის ლამაზი თვეები ზღვაზე თუ მთაში ალბათ ლამაზად და მეც ლამაზად გავატარე ზაფხული ძალიან კარგად დავისვენე შობულებას კარგი იყო და უკვე გავიდა ზაფხული და მოვიდა შემოდგომა და მოვიდა ჩემი გადაცემის დროც ასე რომ ახალი შემართებით ახალი განწყობით თქვენ წინაშე ვარ მე მალხას გაბადაძე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი რატო დავარქვი და რატო გადავარქვი სახელი ჩემს გადაცემას სტუმარი და მასპინძელი ალბათ მიმოვხდებით რომ რას ნიშნავს სტუმარი და მასპინძელი იმიტომ იმას ნიშნავს რომ მეყოლება სტუმარი სტუმრები და მე ვიქნები დამხვედრი მასპინძელი ამიტომ გადავარქვი სახელი ჩემს გადაცემას სტუმარი და დაერქვა სტუმარი და მასპინძელი ასე რომ ძირფასო მეგობრებო ჯერ დღეს ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ადამიანი მეყოლება სტუმრად ჩემს გადაცემაში არაჩვეულებრივი პიროვნება არაჩვეულებრივი ადამიანი უწყირვალესი მუსიკოსი მომღერალი ცნობადის სახე და ის სულ მალე შემოგზანდება ჩემს გადაცემაში სტუმრად სტუდიაში და გაიგებთ თუ ვინ არის ეს ადამიანი მას ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო ტელეკომპანია პლუსის ეთერში მალხას გამოდაძის საავტორო გადაცემა სტუმარი და მასპინძელი მესამე სეზონი დაიწყო მას ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩემი გადაცემის სტუმარია თქვენთვის უსაყვარლესი ადამიანი ცნობადის სახე უნიჭიერესი მომღერალი და არა მარტო უნიჭიერესი მაგარი ადამიანი მაგარი მუსიკოსი გია დავითიანი და გთხოვთ ბატონო გია შემოგდეთ სტუდიაში გთხოვთ მოგესალმებით გამარჯობა მოგდანდებით დავდანეთ მადლობთ თქვენ როგორ გიკითხავთ არა მიშავს მადლობთ კეთილი იყოს ჩემ ფეხი ამ სტუდიაში პირველად ვარ აი ხარეთ ხარია თქვენთან ურთიერთობა როგორი განწყობით და შემართებით ახართ მოსული როგორი განწყობით ავართ და ამაღლებული განწყობით როგორც ყოველთვის იმიტომ რომ ისეთი პერიოდია ჩვენს ქვეყანაში რაღაცნაირი ბობოქარი ეს ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი ინტელიგენცია ყველა ცდილობს რომ ვიცხოვროთ და ვიარსებოთ ისეთ ქვეყანაში სადაც ყველაფერი დამშვიდებული და დაალაგებული იქნება და იმედით ცოცხლობს ადამიანი და მაგის იმედი გვაქვს რომ აი ეს გამონათქვამი თვითონ რომ საქართველოს მალე გაბწყინდებაო მე მაგალითად მაგის იმედი რომ საქართველოს გაბწყინდება სულ მალე ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას ჩვენ იმ ადამიანებს ვიზეც დგას ეს ქვეყანა ყველას ვთხოვთ რომ მართლა გააკეთონ იმდენი რომ ეს ქვეყანა გაბწყინდეს ეს ქვეყანა ღირსია გაბწყინების ესეთი ქვეყანა არ არსებობს სად არა ვარ ნამყოფი მაგრამ საქართველოსნაირი წელიწადის 4 დრო არ არსებობს რა სილამაზეა რა სიმწვანეა როგორი მდინარეები გვაქვს როგორი მთები რა ვიცი რა გითხრათ მე მოკლედ შეყვარებული ვარ ჩვენ ქვეყანაში მე მარტო კი არა ძალიან ბევრი ადამიანი ვინც გაიგო ეს ქვეყანა რა არის როგორია როგორი მასპინძლობა ვიცით როგორი სტუმართმოყვარეობა ხალხი ვართ როგორი სტუმართმოყვარე ყველას უნდა აქ ჩამოსვლა და ჩვენთან ურთიერთობა და მობრძანდნენ ბატონო და მალე ენახოთ გაბწყინებული ეს საქართველო მე თქვა გისმინოთ გაიხარეთ ტექნოლოგია სანამ გადავალ კითხვების კორიანდელს დიახ რიგში მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის ენაცვალეთ გამონახეთ წამი წუთი
საათი რომ მოსულიყავით ჩემ გადაცემაში. კი ბატონო. რადგანაც თქვენ კარგ განწყობას ეხართ მოსული და შემართებით ახლა მოსული დავიწყოთ. კი ბატონო, დავიწყოთ. კითხვა-პასუხების კორიენტი. კი ბატონო. პირველი შეკითხვა ბატონ გია დავითიანს. მოდი შინაურად ვისაუბროთ. კი ბატონო. რაზე ალაპარაკ? თქვენობით და შენობით ჯობია ვისაუბროთ. რა საკურველია, რა საკურველია. ბატონობით არ გინდათ მოყვა. როგორ გეკადრებათ, რაზე ალაპარაკ? ბატონყმობა დიდი ხანია გადავარდა. ვინ არის გია დავითიანი? გია დავითიანი არის ერთი თბილისელი კაცი, რომელიც დაიბადა პლეხანოვზე, დაამთავრა 23 საშუალო სკოლა. მე მქონდა რაღაც მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, სხვათა შორის დედამიწა ჩემი ღმერთმა ნათელში მიმყოფოს მისი სული. ძალიან მუსიკალური ქალბატონი იყო და ყოველთვის გადასარევად უკრავდა ინსტრუმენტზე და თუ რამეს ახალი სიმღერა გამოჩნდებოდა ქალაქში ყოველთვის გაარჩევდა ტექსტ ჩაიწერდა რაღაცა და აი ამას არჩევდა და ამას მე ყველაფერს უყურებდი და უსმენდი. და აქედან გამომდინარე ალბათ ავიღე ის რაც უნდა ამეღო, რაც მუსიკასთან არის დაკავშირებული და ღმერთის წყალობით დღეს მართლა ბევრი ყავს თაყვანისმცემელი, მე ალილოს წევრი ვარ როგორც მოიხსენებათ და კიდევ ბაღაშვილების პროექტის ქუჩის მუსიკოსების წევრი ვარ და ჩვენ საზოგადოება და უსვლელი იუმორინას კი ბატონო გვაქვს ეგ პროექტის გადასარევი პროექტი, უპტავი პროექტი, რომელიც არასდროს არ მოკვდება. არასდროს კი გაგრძელდება, იმიტომ რომ ხალხის განწყობას ჩვენ გვგრძნობთ და ანშლაგებით მიდის ჩვენი კონცერტები მოგეხსენებათ. მერე შემდგომ მომიწია მუსიკალური ტექნიკუმის დამთავრება პარალელურად. მერე მომიწია გასტროლები იქიდან გამომდინარე რომ ფანტასტიკური კაცი იყო გაიოს ქართველიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა ანსამბლ აის და მისი წყალობით მოვხვდი მე ამ ანსამბლში როგორც ინსტრუმენტალისტი, მაშინ საქსოფონს ფლობდი და ეხლა ხანდახან მიწევს ინსტრუმენტის ხელში აღება და ძალიან ბევრ ქვეყანაში იმ დროს კიდე SSR-ის დროს შემოვიარეთ ქვეყნები და მოკლედ ისე მოხდა რომ ოჯახმა დამისვა საკითხი რომ აბა შენ ახლა ამდენი გასტროლები და წინდა უკან სიარული და ეს რა ქვია სიმღერა აბა ახლა სერიოზულ რამე საქმეს მოკიდე ხელიო სერიოზული საქმე იყო რომელიმე ინსტიტუტში ჩამებარებინა და უმაღლესი განათლება მიმეღო და მე ძალიან მიყვარს ცხოველები ბავშვობიდან პლეხანოვზე ეზოში იადონებს ვამრავლებდი მყავდა რა ვიცი კურდღელი ზღარბი ეზოში თხუნელა მყავდა გადათხარა ყველაფერი მეზობლები მთელ ამბავში იყვნენ რა ვიცი ხო და ძაღლიც მყავდა და მოკლედ ცხოველებთან ძალიან ისეთი ურთიერთობა მოგდა მოგეხსენებათ კვირაობით დიღომში იმართება ცხოველების ბაზრობა და იქ სპეციალურად მივდიოდი ხოლმე რომ მენახა რა ცხოველები იყიდება, რა ფრინველები იყიდება და ასე შემდეგ. მიყვარს ბუნება, ფლორა და ფაუნა ძალიან და აქედან გამომდინარე ჩავაბარე ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში. ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ჩავაბარე, იქ იყო ფანტასტიკური ადამიანი გია ჭელიძე, საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის დეკანი, რომელიც თვითონ მუსიკოსი იყო. ჩამოყალიბა ორკესტრი, რომელმაც SSR-ის დროს უმაღლეს სასწავლებლების შორის მიიღო სახალხო ორკესტრის წოდება და მოკლედ იქაც გასტროლები არ მომშორდა რა. ხო და მოკლედ დავამთავრე ინსტიტუტი, ზოოვეტერინარული ინსტიტუტი და დავიწყე პროფილით მუშაობა მეფრინველების ფაბრიკაში, სადაც 18 წელი ვიმუშავე. ეს იყო ნორიოს მეფრინველების ფაბრიკა. ქალბატონი მერიმდივანი იყო მაშინ ფაბრიკის დირექტორი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს გადასარევი ქალბატონი იყო და მოკლედ აი ეს პერიოდი ისე გაგრძელდა, რომ ამ 18 წლის განმავლობაში მოგეხსენებათ ჩემ თაობამ რამდენი არეულობა ნახა, 9 აპრილზე აღარაფერს ვიტყვი და ასე შემდეგ და ამდენი უბედურება გაიარა ჩვენ ქვეყანამ და აი რაღაც კატაკლიზმების პერიოდში მოყვა ის ასაკი ჩემი, როცა უკვე მე უნდა რაღაც მაქსიმალური ჩემი გამომეჟღავნებინა ჩემი საქმიანობით.
აი ესე დაინგრა მე საბჭოთა კავშირი მოიხსენებათ და მოკლედ კონსერვაციაზე დადგა ეს ჩვენი მეფრინველობის ფაბრიკები, ყველაფერი დეზინფექცია გაკეთდა ცეხებში რაღაცა დაიკეტა, დაედო ბოკლომი. და ფაქტიურად ჩვენი პროფილის ადამიანები დარჩნენ მუშევრები. და წინ წამოიწია მაშინ ზოოტექნიკოსი ვიყავი. მე და ვეტერინარია წამოიწია წინ. ავდექი და ჩავაბარე ვეტერინარული ფაკულტეტიც დავამთავრე მე და მე მომიწია ისეთ პერიოდი დადგა რომ მომიწია სხვადასხვა ადგილას ჩემი პროფილით მუშაობა. მოკლედ ამის მერე გრძელდება ჩემი დამოკიდებულება მაინც მუსიკის გარეშე ვერ ცხოვრობდა, ვერ ვცოცხლობდა, ხვდები ფანტასტიურ ადამიანს, ქართული ხმების გენიალურ ხმას, გურამ თამაზაშვილს, რომელიც მააცხონოს, ადამიანი. კი ბატონო და მაშინ იყო ზარები დაარქვა, აგროებდა ანსამბლს და ატარებდა რეპეტიციებს იზა ორჯონიკიძის ლიტერატურის მუზეუმში და იქ დამიბარეს და მოკლედ იქ მოხდა ჩვენი ისა და ესე შეიკრა ჩვენი ანსამბლი, რასაც ზარები ერქვა. მე შემდეგ ჩავწერეთ კლიპი, რომელსაც ალილო ერქვა, საშობაო ალილო, ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის, კომპოზიტორ ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის სიმღერა, რომელიც ძალიან ხშირად ტრიალებს დღესაც ეგ მუსიკა უფრო საშობაო პერიოდში და პატრიარქმა გადაწყვიტა რომ ჩვენ მოგვისმინა, მიგვიწვია თავისთან საპატრიარქოში და მოდითო ანსამბლსო ალილო დაავარქვათ თქვენ ანსამბლს და იმის მერე დაგვერქვა ალილო. შემდეგ როგორც ხდება ანსამბლებში გამოიყოფა რაღაცა ცოტა ისეთი ადამიანები, ვინც რაღაც ინდივიდუალურად გამოირჩევიან თავიანთი ხელოვნებით და ლაშა ღლონტმა ჩვენმა უსაყვარლესმა მღერალმა გადაწყვიტა კვარტეტი ჩამოეყალიბებინა და ამ კვარტეტში პირველ ხმას ვასრულებდი მე. ძალიან პოპულარული გახდა ჩვენი კვარტეტი, ბევრი სიმღერები ჩავწერეთ, გამოუშვით ფირფიტები, ძალიან ბევრი მაგარი ხალხი დაგვეხმარა ამ ამბავში, ბატონი კობა ბერიძე, რომელიც დაგვიდგა გვერდზე და დისკი გამოგვაშვებინა და პრეზენტაციები მოგვიწყო, ბატონი თემურ ჭიჭინაძე, აი ხა ვიღაცა არ გამომჩეს, მაგრამ ყველას დიდი მადლობა გვერდში დაგვიდგა. და ესე მოვედით დღემდე. აი ეს არის გია დავითიანი, რაღა გითხრათ მე ახლა რა. ყავს მეუღლე, ყავს შვილები, შვილიშვილები და მე როგორც ისე თქვენი ქალიშვილის მღერის. კი ბატონო, ჩემი ნინუცა დავითიანი, რომელიც ახლა ხანს პროექტში მოიწვიეს ჩემთან ერთად მიმღერეში. არაჩვეულები პროექტი. გაიხარეთ, მართლა გადასარევი პროექტი. იმდენი ახლობელი ტელევიზიიდან კი ვიცნობდით, მაგრამ ისე დავახლოვდით იქ და ისეთი რაღაც შინაურული ოჯახური წრე შეიკრა, რომ ძალიან დიდი მადლობა ტელეკომპანია იმედს და ამ პროექტის ავტორებს, ვინც ეს პროექტი შექმნა. გია, ანუ მიწენდა ბატონობით წერა გითხარით. როგორ გეკადრება ჩვენ შევთანხმდით. თქვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები. ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებები არის აი სწორედ ისევ და ისევ მუსიკასთან დაკავშირებული. არსებობს ესეთი ფანტასტიკური კაცი, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბატონი გივი მუნჯიშვილი, რომელიც კაპელის ხელმძღვანელი იყო დიდი ხნის განმავლობაში, არის უაღრესად ინტელიგენტი, უაღრესად განათლებული, უაღრესად აი ძალიან მეგობრული ადამიანი, მით უმეტეს მამაჩემის თაობაა და დღესაც დამირეკავს და მომიკითხავს ხოლმე და მე მინდა აქედან ბატონ გივის მოვეფერო დიდი სიყვარულით. ბატონო გივი ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის მახსოვხართ ის ბიჭუნების გუნდი, თქვენ რომ ამღერეთ პირველად სოლო ზაზუნაში. და იმის მერე ალბათ დამებედა სცენა და აი ეხლაც რაღაც პერიოდი იყო ჩავარდნა, რაღაცა ისე რა ქვია პერიოდი, მაგრამ დღესაც უკვე 66 წლის ასაკში სცენაზე ვდგევარ და ეს თქვენი ძალიან დიდი დამსახურება, იცოცხლეთ და იხარეთ. ოცნება, რომელიც აგიხდათ.
რა არის იცით ყოველთვის მქონდა ოცნებად ერთი რამე ამას მოგვიანებით ვიტყვი მაგრამ მე ვსწავლობდი 23 სკოლაში და ფანტასტიკური კლასი იყო ჩვენი საიდანაც ჩვენი კლასიდან მარტო 7 ოქროს медаლი გავიდა წარმოიდგინეთ როგორი რასაკურველია ის медаლი მე არ შემხედრი არც ერთი მაგრამ იმდენად ნიჭიერი იმდენად მაგარი მოსწავლეები იყვნენ ჩემ კლასში იმდენად კაი ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები რა ვიცი ჩემი გოჩა ბერეკაშვილი წავიდა ამ ქვეყნიდან მის სულს ვენაცვალე ჩემი ზაზანატროშვილი წავიდა ამ ქვეყნიდან რა გითხრათ ბავშვობიდანვე რომ მოდიახ ბავშვობიდანვე ვინც მოვდივართ და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი ტკივილი იმიტომ რომ აი ესე უცბად და ჩუმად ავათ მაინც ყოფილიყვნენ არც ერთი არც მეორე უცბად დაიძინა არ გაიღვიძა აი ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენ ცხოვრებაში რომ შენი იგივე სისხლი და ხორცია რომელთანაც ერთად მთელი ცხოვრება მოდიხარ და უცბად ხელიდან გამოგეცლება რა და ეს ძალიან დიდ ტკივილს გვაყენებს რა და აქედან გამომდინარე ყოველთვის იყო მე ისეთი კლასი მყავდა ძალიან მაგარი კლასი მყავდა ანუ ესე იგი ჩემი კლასელების შვილები სულ კაი თანამდებობის პირები იყვნენ გამოჩენილი ხალხი იყო საპატივსაცემო და ასე შემდეგ ზოგი გენერალ-ლეიტენანტის შვილი აი ბატონი ჯანჯღავა ვალოდია იყო დოსაფის გენერალური დირექტორი იმის შვილი იყო და იმის მამა კიდე რობერტ შავლაყაძე იყო ოლიმპიური ჩემპიონი პირველი და ნუ მოკლედ აი ესეთი ფანტასტიკური კლასი მყავდა და ყველას ჰქონდა წნეჩი აგარაკები ზოგს იქით იმაში რა ქვია წავკიში ზოგს ასე და რომ ვიდიოდით ხოლმე ან დაბადების დღეზე რაღაცა ვიკრიბებოდით და რაღაცა აი ეს ყველაფერი ისე მომწონდა ისე სიამოვნებდა და იმ ხელა ნატრა მქონდა რომ ჩემი ოცნება იყო რომ მე მქონოდა ბაღი და დღეს მე აი მარტყოფისკენ ბროწეულაში 24 წლის ვიყავი რომ დავიწყე ბაღის გაშენება და დღეს ამაკ რა ვიცი მეგობრები შაყირობენ რომ ბოტანიკური ბაღის დირექტორი ხარ და რა ვიცი Facebook-ის გვერდზე ჩემ გვერდზე თუ შეხვალთ ან კაი ვარდიდებს ან ალუჩა მსხალი ან ვაშლი და ასე შემდეგ მიყვარს რა ეს ბაღთან ურთიერთობა მიწასთან ურთიერთობა დარგვა გადარგვა დაბარვა და ასე შემდეგ ფუსფუსი ამ სიმწვანეში ეს იყო ჩემი ოცნება და ავიხთინე კიდეც ძალიან კარგი რომ არა მუსიკოსი, ვინ იქნებოდით? ალბათ მე ბაღი. ალბათ მე ბაღი ვიქნებოდი იმდენად მიყვარს. აი, ხალათი, აქ სეკატორი ჩადებული, აქ რაღაცა ესა ინსტრუმენტები და რომ დადიხარ ბაღში და რომ საქმიანად და ასე შემდეგ. თქვენი პირველი სიმღერა აი ხო თქვი, ჩემი პირველი სიმღერა იყო სწორედ ის ზაზუნა ბატონმა გივი მუჯიშვილმა, ბიჭუნების გუნდში რომ მომღერა და ის არ დამოვიწყდება. მე მგონი მაშინ ვიყავი 7 წლის თუ 6 წლის. წარმოიდგინეთ, ეგ იყო ჩემი პირველი სიმღერა. რატომ არის რომ მომღერლების გარკვეული ნაწილი წუწუნებს? რისი ან ვისი ბრალი უნდა იყოს? ვისი ბრალი უნდა იყოს? აი რო წუწუნებენ. გარკვეული მომღერლები. გეტყვით რა არის, იქ საერთოდ წუწუნი მოდაშია რა. იძახიან რომ ვინ წუწუნებს იმას უფრო მოზდისო რა, თამასუქებიო. რა არის, არ უნდა იწუწუნო რა, უნდა იყო მადლიერი. მადლიერების გრძნობა უნდა გქონდეს რა. მე მაგალითად ძალიან ბევრი ხალხი მყავს და სამეგობრო და საახლობლო ესეთები ვისი მადლიერიც ავარ და სულ იქნები სიცოცხლის ბოლომდე. ყოველთვის ვფიქრობ, ადამიანი როცა იოტისოდენ რაღაც სიკეთეს გამიკეთებს, მე 10 მაგად გადაუხადო სამაგიორო და ვაგრძნობინო იმას, რომ აი იმის პატივისცემა ჩემს მიმართ მე უფრო ბევრჯერ ვალდებული ვარ, რომ პატივი გქცე, ვიდრე შენ ერთხელ გამოხატე ჩემს მიმართ პატივისცემა. აი ეს ვალდებულება, ეს თვითონ უნდა იყო ადამიანი, რომელიც
უნდა აფასებდე ყველა კეთილ გამოხმაურებას, ყველა კეთილ ურთიერთობასთან უნდა კონდეს სხვანაირი დამოკიდებულება და აი ეს მადლიერება ყოველთვის უნდა გახდეს ჩემი აზრით კაც რა. მადლიერების გრძნობა რა. ვინც მადლიერი არ არის, ჯერ მადლიერი ხარ, იმიტომ რომ დილას იღვიძებ და მადლობა უფალს რომ მე გაგითენ და ესეთი დილა ესეთ ქვეყანაში, რასაც ჩვენი მიწა-წყალი ქვია და მადლიერი უკვე უნდა იყო დილიდან თუ რაღაცა ვერ იშოვე, გათენდება დღე და იშოვი, კაცო, საწავა. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ისეთი სიტუაცია ქართულ შოუ ბიზნესში დღესდღეობით? ანუ მომღერლების დახარისხება. რა არის ეგ არის აი ზოოტექნიაში მე როგორც ყოფილი ზოოტექნიკოსი არის ესეთი ინსტიტუცია, რასაც ქვია შერჩევა, გადარჩევა და გამორჩევა. ანუ ყოველთვის ძლიერი სუსტს ჩაგრავს. ეს მარტო ძალაში კი არ გამოიხატება. ეს გამოიხატება ცოდნაში, ნიჭიერებაში, ურთიერთობაში, ასე შემდეგ. ამიტომ განსხვავება მე მგონი არ ანსხვავებს არავინ რომ მაგალითად შეხედულების მიხედვით შენ დაგაყენოს მაგარი მომღერალი ხარ თუ არა ხარ. უკვე დემოკრატიაა ჩვენ ქვეყანაში და უფრო სხვა ფასეულებებით ფასდება ადამიანი მომღერალი. ამიტომ რას ვიძახი იცით მე, რომ ადამიანი რომ გამოვა უკვე თავის ნიჭი, რომელსაც გამოაქვს, იმას უკვე ეტყობა რა. და ეს ყველაფერი ხარისხდება, აი განსხვავებაო რომ ბრძანეთ. ეს ყველაფერი თავად ხარისხდება ბუნებაში და ლაგდება ესე რა. ეხლა წარმოიდგინეთ პავაროტი რამხელა მომღერალი იყო, ხო? იმას არც დახარისხება უნდა და არც გამორჩევა ვინმესგან, რომ მაგალითად შეადარო ის გირჩევნია თუ არა. იმან უკვე თავის სიტყვა თქვა და ის რასაკვირველია სუპერ მომღერალია და იმას ვერავის ვერ შეადარებ. აი ესეა ცხოვრებაც რა. კომიკური სიტუაციები თქვენს პროფესიაში გულისხმობ კურიოზებს. კურიოზების მეტი რა ყოფილა, კაცო, ძალიან ბევრი კურიოზი ყოფილა და რა ვიცი მე, ჩემი ალილოს ბიჭები ყოველთვის რაღაცა ვიდეოს ისეც რომ გადამიღებენ კურიოზულს, ეგრევე დებენ სოციალურ ქსელში და არის ხით-ხითი და სიცილი და რა ვიცი მე, ისე რომ კურიოზებს რა გამოვლებს, ეხლა რომ დავიწყოთ არ გვეყოფა სამი გადაცემა მაგას. თქვენი პირველი წარმატება. ჩემი პირველი წარმატება. რა გითხრათ, იცით? მე მაგარი მამა მყავდა რა ძალიან რა, რომელიც ეხლა რო ვაკვირდები ამ გადმოსახედიდან და რო უყურებ მამების და შვილების ურთიერთობას, ძალიან ბევრს ნიშნავს ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაში ხარ შენ შვილთან. მე ხა შეიძლება სხვას რაღაცნაირად უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ მე არასდროს არ მახსოვს მამა ჩემი აი ესე მოსულიყოს გემრიელად ჩემთვის ეკოცნოს და ეთქვას რომ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში წარმატებები, როცა მამა მყავდა, როცა დედა მყავდა და რო იციან ხოლმე აბა შვილო, შენ გენაცვალე, შენ გვერდითა ვარ, აბა რაც გინდა ქენი მიდი არა. აი ეს კოცნა პროშნა და რაღაც ჩახუტება და რაღაც ძალიან მოფერება მაგის გამოხატვის უნარი შეიძლება ქონდა, მაგრამ არავლენ და ისე როგორც უნდა გამოევლინა, მაგრამ მე როცა წარმატებას მივაღწევდი, მის თვალებში მე ხომ ხედავდი როგორი მზერით იყურებოდა, რამხელა სიამაყის გრძნობა ქონდა ყოველი ჩემი წარმატებული ნაბიჯის შემდეგ. ის ყველა კოცნას და ყველა გადახვევას და ყველა პროშნას უდრის რა, ერთი იმის გამოხვედვა. ჯარში ვიყავი 2 წელი და ჩამოვედი სახლში და მამა ჩემი გაზეთები ტელევიზორთან ზის და გაზეთს კითხულობდა, რომ შემოვედი არ მენახა, კაი ხანია და
ვა, ჩამოხვედიო, გაუგვარჯოს. გაახლა. აი ზელა კითხვა. ხო, მე შევსწრები ვარ. ჯარიდან რო ჩამოსვლა, თოფი გამოუტანია, აბა შვილი ჩაომივიდა, აი, ატეხავდნენ თელ ამბავს, რაღაცა. ამან რაღაცნაირად ისე მოხვედი, ერთმა გაგიმარჯოს, აი ესე. იმედ გასრუება, რომელიც მუდმივად გახსენებს თავს. რა რიცი იმედ გასრუება, ისევ და ისევ ყველაფერი აისახება იმ ადამიანებზე, ვისთანაც ჩვენ გვიხდება ხშირად ურთიერთობა, მეგობრობა, ახლობლობა, რაღაცა და გულსატკენია, როდესაც რაღაც წლების მანძილზე ისე სხვანაირად მიდის დამოკიდებულება და მე აღმოჩნდება, რომ რაღაც სხვანაირად აზროვნებს ეს კაცი. ეს არ არის ის, რაც უნდა იყოს. ეს არის ძალიან გულსატკენი რა. როდესაც არ მოელოდები იმისგან ისეთ ქმედებას, რომელიც მას არ ეკადრება და პლუს კიდე შენ არ გეკადრება იმისი ეგეთი ქცევა შენს მიმართ. აი ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ამიტომ ყოველთვის ვეტყოდი რა, ყველა კაი ადამიანს, კაი ბიჭებს, თბილისელებს, არათბილისელებს დამოკიდებულება, ურთიერთობა ყველაზე ძვირია რა. არ არსებობს ნივთი, არ არსებობს მატერიალური რაღაცა, რომელიც ურთიერთობაზე ძვირად იყოს ღირებული რა. აი ჩვენ დამოკიდებულებას დამიჯერებთ ახლა ჩვენ ურთიერთობას შეედრება რამე როცა თქვენ დარეკავთ ესე თბილად და ტკბილად საუბრობთ და ასე შემდეგ მეგობრობთ და უცბად მე რო თქვენგან რაღაცა ისეთი შევიტყო რაც თქვენი საკადრისი არ არის. ის ხო ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ესე არ არის რომ გაანებე რა თავი არა იმას მე განვიცდი თვეები განვიცდი და ეგ მიდევს და არ შორდება და ხანდახან ბრაზდები რომ რატომ მოძდით ადამიანებს ეგეთი შეცდომები რა როცა შეიძლება რომ ისეთი იყავი რა როგორიც გაგიცანი რა ბოლომდე ბედნიერი ვარ როცა როდის ახალ ბედნიერი ბედნიერი ვარ როცა ხედავ რომ ჩემი შვილები არიან კარგად როცა ჩემი მეგობრის შვილები არიან ჩემი მეგობრები ჩემს გარშემო საახლობლო რომ არ არიან ისეთი გაჭირვებულები და ისეთი რაღაცა სენით დაავადებულები ყველას ჯვარი წერია და რა ვიცი ჩემ თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა სიმწარეც მინახავს სიხარულიც ყველაფერი მაგრამ აი მაშინა ვარ ბედნიერი როცა ჩემს გარშემო ყველა კარგად არის რა აი ხარად და პრობლემა არ აქვს თავის ფრაზა რომელსაც ხშირად იყენებთ მართლა მართლა კახა გრიგალაშვილი ქართული ხმების ფანტასტიკური ხმა მეორე ხმა რაღაცას რო ვიტყვი ხოლმე მომიბრუნდება და მართლა რა ხშირად იძახია ფრაზას რაღაცას რო იტყვი მიკვირს ხოლმე გაკვირვებით ვიტყვი მართლა აი ამაზე მაღადავებენ ხოლმე რა ნუ მაგის გარდა არის კიდე ფრაზები რომელსაც ხშირად ვიყენებთ მაგრამ აღარ ჩამოვთვლით რა უფრო მნიშვნელოვანია რეალობის ასახვა თუ გამონაგონი რა ვიცი გამონაგონი ხო გამონაგონია და რეალობის ასახვა კიდე უმაგისო ცხოვრება ხო არ არსებობს გამოგონების და რაღაცების დრო არ აქვს ჩვენ რა ჯობია რეალობაში ვიყოთ და თუ რამე არის ისეთი რომელიც იცი რომ შენ გამოსასწორებელი გაქვს სხვაზე არ ვიტყვი მოდი ავდგები და გამოვასწორებ რა რომ ასიამოვნო ჩემი ქმედებებით იმ ადამიანებს ვის მიყვარს და ვისაც პატივს ავცემ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა რა გითხრათ იცით ეხლა ყველაზე დიდი შეცდომა რა ვიცი მე ვფიქრობ ეგეთი ნაბიჯი არ გადამიდგავს ცხოვრებაში რომ მე რამე ესე შეცდომად მეღიარებინა რა ვიცი შეიძლება არის ეგეთი რამეც მაგრამ მე რაღაცნაირად შეიძლება ყურადღებასაც არ ვაქცევ ყოველ შემთხვევაში
ყოველთვის ცხოვრებული მამა ჩემი მეუნებოდა რომ ეცადეო რა უშეცდომოთ იცხოვრო რა და რა ვიცი ვცდილობ მეც და რა კი არ მახსენდება ისეთი შეცდომა ესე იგი არც მქონია ხო და მამა ჩემის სიტყვებს ყოველთვის ვიხსენებ რომ არ მომივიდეს შეცდომა რა ვიცი არავისთან როგორია თქვენი პირველი ჩვეულებრივი დღე პირველი ჩვეულებრივი დღე არის ესეთი რომ ვიღვიძებ თუ კონცერტი არა მაქან რეპეტიცია მივირთვალ ყავას სამწუხაროდ მეწევი სიგარეტს და აი ხով ნანოფ ამას რა და მოკლედ ერთი ლექსი მაქვს რა რაღაც გამახსენდა რა და წაგიკითხო ზანეთ დაკავშირებულია იმ განვლილ წლებთან რომელიც ისა და პლუს ეხანდელი პერიოდიც მაქვს ნახსენები რაღა მაკლია 3-4 წელიწადში 70 წლის ხვდები. პაპიროს ვქაჩავ, მაგრამ ძლიერად დამახსენდება წლები გასული. ჯეილი ბიჭი ვიყავი ერთ დროს, ცელქი ამცი და თავგადასული. მიყვარდა ქალის ტკბილი ალერსი. სიმღერა ჰანგი ცამდე ასული, დღეს 7 ათეულს მივახლოვდი, დასალოცი ალა დასტურით. შევსვა ბლანც სითხეს, გამახსენდება რომ უკვე არ ვარ პატარა ბიჭი, მაგრამ ეს გული არა ბერდება, ცხოვრება მომცამე ამის ნიჭი, და მაინც ვქაჩავ პაპიროს მაგრად. ღვინო შევყურებ სუნაგი თვალით, დღეს 7 ათეულს მივახლოვდი, ჩემი ამქარით და დიდი ჯარით, და მაინც მიყვარს წლები გასული, ცელქი ამცი და თავგადასული. ანუ შეულებრივი ლექსია, თქვენ დაწერილია ხო? ძალიან კარგი. ეხლა სხვათა შორის მალე კრებულიც გამოვა ჩემი ისე რომ მოგართმევთ საოცრად. დიდი მადლობა. და ალბათ პრეზენტაციაც იქნება წიგნის თუ? რა ვიცი მე ხა ცოტა ხმა რა არიცით ჩვენი ქვეყანა ხო პოეტების ქვეყანაა და მე ცოტა უხერხულადაც ვწდობ თავს როცა ლექს ვიძახი და ვიძახი რომ ჩემია. ისეთი ლექსები და ისეთი ავტორები ყავს და ისეთი პოეტები ყავს რომ ცოტა ესაა ეხლა ჩემი ლექსების წიგნის პრეზენტაცია ცოტა მამაღალი ნათქვამია ამიტომ ისე ჩუმად გავატარებ და თუ იმეს მე იმიტომ ვაკეთებ რომ 100 წლის მერე ჩემ შვილებს რაღაცა დაიდება ისა ხო იცით წიგნი როგორი მემატიანია ყველაფრის და რომ დაიდება სადღაც თაროზე და მე ვიღაცა გადაშლის და წაიკითხავს და ისა ამით რა ვიცი ჩემი შვილები მაინც იამაყებენ რა ვიცი აი სწორედ ძვირფასო ტელემაყურებლებო ასეთი ძალიან მაგარი პიროვნება ყოფდა დღეს ჩემს გადაცემაში გაიხარ და მინდა წარმატები ვუსურვო გია დავითიანს ამ უწყინვალეს ადამიანს პიროვნებას უძლიერეს და მაგარ მუსიკოს მაგარ მომღერალს ამას გურწფელად და ბატონო გია დიდი მადლობა მაგრამ თქვენ უსიმღეროთ არ იქნებოდი არ ახალ მოსული მე ასე ვფიქრობ ხო დიდი სიამოვნებით შეგისურვებთ და მე ძვირფასო ტელემაყურებლებო გემშვიდობებით კეთილი სრულებით და გიტოვებთ ამ არარჩეულებრივ ადამიანს აი ჩემგან ხელმარჯვნივ არის სცენა დამიწია თქვენთვის მე გემშვიდობებით კეთილი სრულებით და გიტოვებთ ბატონ გია დავითიანს დიდი მადლობა ბატონ გია გემშვიდობებით უღრმესი მადლობა თქვენ დიდი მადლობა უძებ ძალამორებული ბადაგივით მათრობადი ახალ მთვარე შემიყარე ძველა მთვარე ზედამშორდი ახალ მთვარე შემიყარე ძველა მთვარე ზედამშორდი ჩემთან ალბათ შეისევენე როცა სხვისკენ აკარავდი ახალ მთვარეს თუ ვიღოვდი ძველა
შორადი უში მსურდა შემენახე როგორც ფიქრი ნამდვილი დღეს კი გაქარი მომიგალი ავერმა ფერისადი იქნებ მაშინ შეაფასო რაგსაც გამოგივლია ურდო ხელად გიზიდავს მითხარა შემონიმლია ჩემთან ალბათ შეისევე როცა სხვისკენ გარბოდი ახალ მთვარეს თუ გივარდი შორადი ახალ მთვარეს თუ გივარდი ძველზე რადომ და შორადი ჩემთან ალბათ შეისევე როცა სხვისკენ